სისტემერ საქართველო, რომელიც 2019 წლიდან შვედური კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში სომხეთის ბაზარზე შედის. სისტემერი მომხმარებელს მაღალი ხარისხის გათბობა, გაგრილება, ვენტილაციის აგრეგატების თითქმის სრულ სპექტრს თავაზობს. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 51 ქვეყანაშია წარმოდგენილი. შვედური ბრენდი 19 ქვეყანაში 26 ქარხანას და 13 სატესტო ლაბორატორიას მართავს, სადაც 250 ინჟინერი გამუდმებით მუშაობს ახალი პროდუქტების შექმნასა და არსებულის ტესტირებაზე ISO და AMCA სტანდარტების მიხედვით. სისტემერ საქართველოს ქვეყნის მასშტაბით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, თუმცა ამიერიდან ის მხოლოდ ლოკალური ოფისი აღარ იქნება. ქართული წარმომადგენლობა მალე სომხეთის ბაზრის მართვასაც შეუდგება. როგორც სისტემერ საქართველოს დირექტორი BMG-სთან განმარტავს, პირველ ეტაპზე სომხეთში აქტიურ საქმიანობას იწყებენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ ახლო მომავალში ოფისაც გახსნიან. სისტემერ საქართველო ახლო მომავალში თბილისში პირველ მასშტაბურ სემინარსაც ჩაატარებს, რომელსაც რეგულარული ხასიათი ექნება. ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული დარგის პროფესიონალები შეიკრიბებიან. ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად სემინარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმად იქცევა, რაც ხელს შეუწყობს სფეროში პროფესიული დონის ამაღლებას. თეგატა ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდის ნიკა კოხოძის თქმით, კომპანიამ უკვე დაიწყო საქმიანობა უზბეკეთში, სადაც ბაზარი მნიშვნელოვანი შესაძლებლობებით გამოირჩევა. განსაკუთრებით ახალგაზრდა მომხმარებელთა და ციფრული გამოცდილებების განვითარების შესაძლებლობებით. როგორც კოხოძემ ბიზნესის კვირაულში მიმდინარე სტუმრობისას აღნიშნა, უზბეკეთი თავისი ენერგიული და აქტიური ადამიანური რესურსითა და ტექნოლოგიური განვითარების სწრაფი ტემპით არის მიმზიდველი ბაზარი, სადაც კომპანიას აქვს პოტენციალი კონკურენციის და ციფრული ინიციატივების გასაძლიერებლად. კოხოძის თქმით, უზბეკეთში საქმიანობა მხოლოდ მცირე მასშტაბით არ არის შემოფარგლული და კომპანია გეგმავს აქტიურ ყოფნას, სადაც ტექნოლოგიური ღირებულება და ინოვაციების მიღების მსაუბა მნიშვნელოვნად მაღალია. კოხოძე უზბეკეთში ახალი ბაზრის შესაძლებლობებს უნარებით და ციფრული პროდუქტებით განვითარების სივრცეს ხედავს, რაც თეგეტას გლობალური ზრდის სტრატეგიულ ნაწილად აქცევს. ფოლადის უნაკერო მილებისა და არმატურის მწარმოებელი კომპანია რუსთავის ფოლადი თავის პორტფოლში ერთი კონკრეტული მიმართულებით უნაკერო მილების წარმოების განვითარებას გეგმავს, რისთვისაც 5-დან 10 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას ჩადებს. კომპანიის დირექტორი იგორ კორიტკო BMG TV-ს გადაცემა ქალების ნარატივში სტუმრობისას ამბობს, რომ არმატურის ბიზნესი მათთვის ნაკლებად საინტერესოა, ამიტომ მენეჯმენტი ამ მიმართულების გაყიდვასაც განიხილავს, თუმცა რამდენიმე თვეში. რაც შეეხება უნაკერო მილების წარმოებას, მისი ინფორმაციით ქართული წარმოების ეს მნიშვნელოვანი პროდუქტი სრულად ექსპორტზე გადის და თუ კომპანიამ 2024 წელს წარმოება წლიურად 300%-ით გაზარდა, 2025 წელს ეზრდა 15% იყო. შედეგად რუსთავის ფოლადმა გასულ წელს წარმოებულია საქართველოში წარწერით ექსპორტზე 33,000 ტონა უნაკერო მილი გაიტანა. იგორ კორიტკო განმარტავს, რომ გლობალურ ბაზარზე ამ სეგმენტში მაღალი კონკურენციის პირობებში კომპანია პროდუქტის ხარისხის ამაღლებას გეგმავს, რათა საერთაშორისო მწარმოებლების გვერდით თავისი ადგილი დაიმკვიდროს. 25 იანვარს ოფიციალურად გაიხსნა ნიკორას ხორცს პროდუქტების ახალი თანამედროვე მასშტაბური საწარმო, რომელიც ტექნოლოგიური შესაძლებლობებითა და ინფრასტრუქტურით უნიკალურია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში. 2026 წელი კომპანიის განვითარებისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია. ახალ საწარმოში 45 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და აღიჭურვა უახლესი ტექნოლოგიებით. წარმოება სრულად ავტომატიზებულია და დამონტაჟებულია RFID სისტემები, რაც უზრუნველყოფს პროცესების სრულ კონტროლს, ეფექტიან მართვას და პროდუქციის მაღალ ხარისხს. ენერგოსაჭიროების დიდ ნაწილს მზის პანელები ფარავს. ახალი ქარხანა ძველზე 3-ჯერ დიდია, თუმცა 2-ჯერ უფრო ენერგოეფექტური. ქარხნის ამოქმედების შედეგად წარმოება თითქმის 2.5-ჯერ გაიზრდება, ხოლო დამატებით 150 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ერბორიანის გლობალურ რუკაზე თბილისი მთავარ მაგისტრალად მოინიშნა, სადაც ბრენდი თავის პირველ საერთაშორისო პრეცედენტს ქმნის. მსოფლიოს სილამაზის ინდუსტრიის ყურადღება სწორედ საქართველოსკენ არის მოპყრობილი, რადგან თბილისის შუაგულში გალერეა თბილისში ერბორიანის პირველი მუდმივი პოპ-აპ მაღაზია გაიხსნა. ეს მასშტაბური პროექტი გლობალური ერბორიანისა და საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლობის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. ახალ სივრცეში წარმოდგენილია ერბორიანის სრული კოლექცია, მათ შორის ბესტსელერი სისი კრემი, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნა ცისი კრემად მიიჩნევა და ყოველ 12 წამში ერთი ცალი იყიდება. BB Super BB კრემები, თვალის კონსილერები, სახის ნიღბები, სკრაბები და ბრენდის აქსესუარები.